ამისა, ეთერშია არაკორექტული შოუ მე კი სახალხო პირში მთქმელი ალეგო მახაროβλიშვილი ვარ და დღეს ჩვენი გადაცემის სტუმარი იქნება დაუჯერებლად მრავალმხრივი განვითარებული ადამიანი, ვეტერინარი, მსახიობი, მეთოჯინე ბაჩო ცანავა. ოღონდ დღეს ჩვენ წინაშე მხოლოდ მეთოჯინეთ წარსდგება. მაშასე სახალხო დამცველი უკიდურეს ზომებს მიმართავს. რა ქნას? აღარ აქვს ამგაც პეტიციების და წინადადებების წერის სურვილი და ადამიანების დასაცავად პირდაპირ სასამართლოსკენ მირბის. სახალხო დამცველი ეგრეთ წოდებული ქუჩის ნარკოტესტირების პრაქტიკას ასაჩივრებს. ამ სარჩელით მან უკვე მიმართა საკონსტიტუციო სასამართლოს. სახალხო დამცველის საკონსტიტუციო სარჩელის მთავარი мотиваციაა მაქსიმალურად შეიზღუდოს პოლიციის მხრიდან მოქალაქეთა თვითნებური გადაყვანა ნარკოტესტირებაზე. აღარ დავაკონკრეტებ. ეს ყოლა დედა კანონი ვიდროს თუმცა კრიტიკაში ნამდვილად შეუერთდები სახალხო დამცველს. მართლაც ცუდი კანონია და ამაზე სტატისტიკაც მეტყველებს. ომბუდსმენის ოფისი ოფიციალურ სტატისტიკას იშველიებს, რომლის თანახმადაც შემოწმებულ პირთაგან 70%-ს არ დაუდგინდა ნარკოტიკების მიღების ფაქტი. ეს კი ომბუდსმენის თქმით იმაზე მიუთითებს, რომ უმეტეს შემთხვევაში ეგრეთ წოდებული იძულებითი გამოკვლევით ილახება პიროვნების ღირსება და ირღვევა პირადი ცხოვრების უფლება. დიახ, აი ასეთი გონივრული ეჭვის საფუძველზე მიყავთ ხალხი და მე აღმოჩნდება ხოლმე რომ 70% ტყუილად წაუყვანიათ. ანუ რა ყოფილა გონივრული ეჭვი? მოქალაქე შედის სადარბაზოში. მე იქიდან გამოდის, ამ დროს პოლიცია ჩასაფრებულია. და უცებ ეცემა დაიჭერს და აღმოუჩენს ნარკოტიკულ ნივთიერებას. შემდეგ მეორე პირი შედის იგივე სადარბაზოში და ჩასაფრებული პოლიცია მასაც ეცემა. დააკავებს, მაგრამ ვერაფერს აღმოუჩენს. და ასე ყოველ დღე მეორდება, სანამ ბარიგა ბუნებრივი სიკვდილით არ გარდაიცვალა. მოკლედ არ არის ეს კანონი მთლად ნარკოტიკის წინააღმდეგ და გონივრულობის სახალისებასაც არ უწყობს ხელს. აბა რისთვის არის საჭირო? რა ვიცი, მაგაზე ცალსახად ვერ გიპასუხეთ, მაგრამ ერთი რამ კი მახსენდება, თავის დროზე, როდესაც ეს კანონი მიიღეს, საოცარი დამთხოვები ხდებოდა ხოლმე, მაშინაც გონივრული ეჭვის საფუძველზე. შესამოწმებლად გადაყვანილების 30%-ს ჰქონდა სისხლში ნარკოტიკების შემცველობა, მაგრამ საოცარი ის არის, რომ ამ 30%-დან 25%-ს რატომღაც სხვადასხვა სანდომიანი ბიზნესებიც აღმოაჩნდებოდა. სულ შემთხვევები. ისე ერთ რჩევასაც მიცვენდი ამ ხალხს, ასეთი ცუდი სტატისტიკა თუ გავთ. ადექი და უარყავით ეგ გონივრული ეჭვი. სტალინის ლოგიკას დაეყრდენით. უგუნური ეჭვის საფუძველზე გადაიყვანეთ, ხალხი მოსაშარდათ და 70%-ს გაარტყამთ. მაგრამ კიდევ არის ერთი გარემოება, ამ ყველაფრის პარალელურად არსებობს კიდევ ერთი კანონი, რომელსაც სულ სხვა რეალობაში გადავყავართ. მნიშვნელოვანი არის კონსტიტუციის 52 მუხლი სამართლიანი სასამართლოს უფლება, რაც გულისხმობს იმას, რომ მოქალაქეები არ არიან ვალდებულნი მისცენ თავიანთი თავის ან ახლობლების საწინააღმდეგო ჩვენება ან ინფორმაცია და როდესაც ქუჩის ნარკოტესტირებით ხდება იძულების გზით მოქალაქეებიდან ბიოლოგიური მასალის მიღება, ეს სწორედ აღნიშნულ უფლებას ლახავს უხეშად. ასეთი ოქროსასოებით ნაკარგი კანონი ქონდა და ამას გვიმალავდით ამდენი ხანი. ანუ მე არ ვარ ვალდებული, რომ საკუთარი თავის წინააღმდეგ ჩვენება მივცე, პოლიცია მირტყამს და ძალით მაკეტებინებს ამ ყველაფერს და ამას მიმალავდით. მაგრამ არა უშავს. უკვე ყველაფერს ნათელი მოეფინა და ამ კანონის მიხედვით დაგვრჩა ის, რომ ერთმა მთავრობამ გონივრული ეჭვის კანონის მიღებით და მეორე მთავრობა ამ კანონის არ გაუქმებით კი არ ჩაიგეს. საკუთარი თავის წინააღმდეგ მიუცეთ ჩვენ. ნები. და ახლა საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებას ველოდებით. ბექა, რომელიც საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებით კრიმინალი არ არის, ახლა თანამოაზრეებთან ერთად სასამართლოს მორიგი გადაწყვეტილების მოლოდინშია. სახალხო დამცველის სარჩელი ეგრეთ წოდებული ქუჩის ნარკოტესტირების შესახებ სასამართლოს 20 ნოემბერს გაეგზავნა. საინტერესოა საკონსტიტუციო სასამართლო რა გადაწყვეტილებას მიიღებს ამ სარჩელთან დაკავშირებით.
იმედია რომ პროცესები დემოკრატიულად წარიმართება და მოსამართლეებსაც არ მოუწევთ ამ კანონის განხილვამდე პოლიციის შენობაში მოშარდვა. ჩვენ კი მოქალაქეები დაველოდებით საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებას და იმედს ვიტოვებთ რომ 2016 წლიდან ფიზიოლოგიური მოთხოვნილების დაკმაყოფილება კვლავ მხოლოდ კარგ და დადებით ემოციებთან იქნება დაკავშირებული. და მოფსმა იქნება უბრალოდ მოფსმა და სხვა არაფერი. მინდა დღეს პატარა საპარლამენტო აურზაურზეც გესაუბროთ. საქართველოს პარლამენტის წევრმა თემურ ჭკუასელმა ქალთა კვოტირების საკითხთან დაკავშირებით თავისი აზრი დააფიქსირა. უпростоრად საკმარისი იყო დაეწყო თავისი აზრის დაფიქსირება, რომ მაშინვე სექსისტი აღმოჩნდა. მაური იყო დღეს ადამიანის უფლებათა კომიტეტში, სადაც თემურ ჭკუასელი განსხვავებული სქესის პროპორციულ სიებზე საუბრობდა. ჩემი აზრით, რა ქვია, მამაკაცებს აქვთ უფრო გლობალური აზროვნება და მას დეტალებს, მცირე დეტალებს, რომელსაც ბატონო? არა, მე ვლაპარაკობ ესე. ჯერ დამამთავრებინეთ. არავის შეურაცხყოფას არ ვაყენებ. ქალებს აქვთ თვისება გლობალური აზროვნების გარდა, მიაქციონ ყურადღება დეტალებსაც, რომელსაც ხანდახან მამაკაცები ვერ ამჩნევენ მეთქ. ესე იგი, მე ვარ აღშფოთებული. მართლა აღშფოთებული ვარ. რას ქვია, კაცები უფრო გლობალურად აზროვნებენ, ქალები დეტალებს უკვირდებიან და ის და ეს და ჯერ ერთი გლობალურადაც ვაზროვნებ და დეტალებსაც უკვირდები და რა დავაშავე ახლა? ძუძუები რომ არ მაქვს? მოკლედ, არ ვიცი, რისი თქმა უნდა და თემურ ჭკუასელს შესაძლოა როგორც თვითონ ამბობს, მართლაც კარგის თქმა უნდა, მაგრამ ცუდი კი გამოუვიდა. რადგან მეც შენივრად ვიცი, რომ აზროვნების განსხვავებულობა სქესი არ განსაზღვრავს. არც უარყოფითი და არც დადებითი კუთხით. ხო და თემურ ჭკუასელი დაურჯელი არ დარჩა და მას უფლებების დამცველი ბაია პატარაია შეეწინააღმდეგა. ეს არის ჩვეულებრივი სექსიზმი, რომ კაცები უკეთესად აზროვნებენ, ან თუნდაც სხვანაირად აზროვნებენ. ამიტომ ქალბატონები გჭირდება პარლამენტში. რაზე მეჩხუბებით არ მესმის, რა ვთქვი ისეთი. რატომ მეჩხუბებით? ამიტომ რომ შეურაცხყოფას გვაყენით მთელ ქალებს. ახლა კი დავიბენი, მე მეგონა ისევ კაცებს გამოგვეკომაგებოდა ბაია. რა ვიცი, სულ გლობალური შტერები გვეძახა ჭკუასელმა და თუმცა რა ვიცი, ისე შეიძლება მართალისაა. ახლა ეს კაცი რომ გლობალურად არაზროვნებდეს და დეტალებს უკვირდებოდეს, სიტყვა უფროს მაგივრად სიტყვა მხოლოდ იტყოდა და ქალებსაც ნაკლებად გაანაწყენებდა. ასეა თუ ისე პრობლემა ის კი არ არის, რომ თემურ ჭკუასელი გამოდგა სექსისტი. პრობლემა იმაშია, რომ საქართველოს პარლამენტარებს აზრის სწორად და გრამატიკულად ჩამოყალიბება არ შეუძლია. თუმცა შენ ბაია მართალი ხარ. მართალი. არ ვიცი რაში, მაგრამ შეშინებულ ჭკუასელს რომ უყურე, მივხვდი რომ შენი გულის მოგება ახლა ყველაფრად მიიღებს, ხო და მართალი ხარ. ახლა კი იმის იმედით რომ მეც ჩემი არადეტალურ გლობალური აზროვნებითაც რაიმე სექსისტურ სარწამოვაყრანტალებ, მალევე შევეშვები ამ თემას და დეტალურ აზროვნების სავარჯიშოებს ჩაუშვდები. თქვენ კი არ გადართოთ, რადგან არაკორექტული შოუ მალე დაბრუნდება.